ადგილობრივ წარმოებას შესაძლოა მალე კიდევ ერთი საქმე გამოეცალოს ნეტბუქების დამზადება. Ახლად გამოცხადებული ტენდერის მიხედვით სავალდებულო აღარ არის რომ პირველ კლასელებისთვის კომპიუტერები ქართულმა კომპანიამ დაამზადოს. საკითხავია ისიც რამდენად მოესწრება საერთოდ სექტემბრამდე ამ ტენდერის დასრულება და ნეტბუქების დამზადება. და კიდევ ერთი, რამდენად უფასო აღმოჩნდა სასწავლო წლის დასაწყისში დარიგებული უფასო სახელმძღვანელოები. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით სახელმძღვანელოების ნახევარზე მეტი ისეა დაზიანებული, რომ ისინი უკვე გამოუსადეგარია. რაც იმას ნიშნავს, რომ მშობლებს შესაბამისი კომპენსაციის გადახდა მოუწევთ. ყველნაირად ვიცადეთ, ბავშვიც, მეც, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან გაჭირდა ამის ერთიანობის შენარჩუნება. წიგნზე არის გარკვეული სახის ნახევები. ნინო შანყულაშვილის შვილი მეორე კლასის მოსწავლეა. 2013-14 წლის სასწავლო სეზონის დაწყებამდე მასაც როგორც საქართველოს 2084 საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს სასკოლო სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცა. მაშინ სკოლებში წიგნებთან დაკავშირებით მშობლებს ხელშეკრულებები გაუფორმეს, რომლის თანახმადაც სასკოლო სახელმძღვანელოს დაზიანების შემთხვევაში მშობელი ვალდებული იყო შეეძინა ახალი სახელმძღვანელო და წლის ბოლოს სკოლისთვის ის ჩაებარებინა. თუ წიგნს დავაზიანებდით, დავხებდით, დავკარგავდით, ამის შესახებ პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მშობელს და ამ წიგნს დაბრუნებდით ჩვენ უკან ახალ მდგომარეობაში. რაც ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ ალბათ მოგვიწევს ახალი წიგნის შეძენა და იმის დაბრუნება უკან. კიდევ რამდენ მოსწავლეს მოუწევს ახალი სახელმძღვანელოს შეძენა, ამის შესახებ ბოლო დღეებია სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. არასამთავრობო ორგანიზაცია რეფორმატორთა კლუბის ხელმძღვანელის თქმით, დაზიანებული წიგნების რაოდენობის დასადგენად განათლების სამინისტრომ კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ სახელმძღვანელოების 60% მეორედ მოხმარებისთვის გამოუსადეგარია. განათლების სამინისტრომ თვითონ ჩაატარა კვლევა, სადაც მიიღეს ინფორმაცია, რომ 60% სახელმძღვანელოების მეორედ ვერ გამოიყენებ, 60%-ს მეორედ ვერ გამოიყენებ, რაც ნიშნავს, რომ ახალი სახელმძღვანელოები უნდა კიდე დაბეჭდო და მშობლებს უნდა წაართვა ფული. ეს გახლავთ გამომცემლობა ინტელექტის საწყობი. დღეისათვის აქტევს 420,000 ეგზემპლარი მოქმედი სახელმძღვანელო და მას ელოდება საშიშროება, გახდეს მაკულატურა. გამომცემლობა ინტელექტში სახელმძღვანელოების დაზიანებას მის ხარისხს უკავშირებენ. მათი თქმით, დარიგებული წიგნები არსებულ სტანდარტს არ აკმაყოფილებდა და მისი დაზიანების ალბათობა 2013-14 სასწავლო წლის დაწყებამდეც დიდი იყო. სახელმწიფომ შარშანს შეუკვეთა იმ სტამბებს, რომლებიც შეარჩია თვითონ ტენდერის გარეშე სახელმძღვანელოები და მისცა მათ გამონაკლისის სახით უფლება დაებეჭდა ეს წიგნები 51 გრამიან ქაღალდზე. აი ეს სახელმძღვანელოები, რომლებიც აქ არის, ყველა არის დაბეჭდილი იმ სტანდარტის მიხედვით, რომელიც ჩვენ გვავალდებულებდა, რომ ესენი ყოფილიყო 70 გრამიან ქაღალდზე დაბეჭდილი. ყველა საქმის სახელმძღვანელო დაბეჭდილია უფრო მსუბუქ ქაღალდზე, უფრო ხარისხიან ქაღალდზე. განათლების სამინისტრო კი პირიქით სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებაზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაცია რეფორმატორთა კლუბის მიერ დასახელებულ კვლევის შედეგებს არასწორს უწოდებს და დაზიანებული წიგნების სტატისტიკის ახალ შედეგებს ასაჯაროებს. 5 მაისის მდგომარეობით მე-12 კლასში ვარგისია სახელმძღვანელოების 76%, პირველ კლასში ვარგისია 35%. 2013-14 სასწავლო წლის დასაწყისში გაკეთებული კომენტარებისგან განსხვავებით, დღეს განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ მშობელს ახალი წიგნის შეძენა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ მოსწავლეს სახელმძღვანელო დაიკარგა ან განძრახ ვანდალურად დააზიანა. განათლების მინისტრის მოადგილის განმარტებით, სკოლები ყველა დონის დაზიანებულ წიგნებს ჩაიბარებენ. თუ მოსწავლე აბრუნებს სკოლაში სახელმძღვანელოს, სკოლა იბარებს ამ სახელმძღვანელოს. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლემ გაანადგურა სახელმძღვანელო ან სხვადასხვა მიზეზების გამო ეს სახელმძღვანელო არ არსებობს, მშობელი ვალდებულია საკუთარ შვილს უყიდოს ახალი სახელმძღვანელო და შემდეგ, რა თქმა უნდა, ბავშვი ამ წლის ბოლოს ამ სახელმძღვანელოს უბრუნებს სკოლის ბიბლიოთეკას. განათლების სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები უფასო სახელმძღვანელოების დარიგების საერთაშორისო გამოცდილებაზე საუბრობენ. მათი განმარტებით, უფასო სახელმძღვანელოების პროგრამის დანერგვის მცდელობა წარსულში სხვა ქვეყნებშიც იყო, თუმცა არსად გაამართლა. ასეთი გადაწყვეტილებების პრაქტიკა არსებობს სოფლიოში. ეგრეთ წოდებული გაქირავების სისტემა წიგნებისა არსად არ ამართლებს. მე და თქვენ წელს უნდა ვისწავლოთ იმ სახელმძღვანელოებით, რომელსაც სახელმწიფო გადმოგცემს უფასოდ. რომელიც შეხვდება ახალი ჩვენგანს და რომელიც ძველი ეს ვერ უნდა გადაწყვეტოს. ძველი სახელმძღვანელო არის ფსიქოლოგიური მოხრუჭი მოსწავლისთვის.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ბოლო დროს მრავალი შეკითხვა დაისვა, ნეტბუქებია. დიმიტრი შაშკინის თქმით, მისი მინისტრობის დროს კომპიუტერების დამზადების შეკვეთა იანვარში კეთდებოდა. წელს კი სანიკიძის უწყებამ ტენდერი მხოლოდ 3 დღის წინ 14 მაისს გამოაცხადა. ტენდერის ახალი პირობების მიხედვით ნეტბუქების საქართველოში დამზადება სავალდებულო არ არის. იყო ჩადებული ტენდერში პირობა, რომ უნდა ყოფილიყო აწყობილი საქართველოში. განათლების მინისტრმა ამოიღო პირდაპირ მოთხოვნა საქართველოში დამზადებისა. პირველი ეჭვი არის რომ ვერ მოესწრება და აბსოლუტურად ბუნებრივი ეჭვი არის თუ არ აქვს უკვე მოლაპარაკება განათლების სამინისტროს ფარულად რომელიმე კომპანიასთან, რომელიც უკვე დაიწყო ამის მომზადება. მოესწრება თუ არა ნეტბუქების დამზადება 2014-15 სასწავლო წლისთვის ეს სექტემბერში გაირკვევა. უფრო ადრე სასწავლო წლის დასრულების და ჩაბარებული წიგნების შეფასების შემდეგ გახდება ცნობილი თუ რამდენ მშობელს მოუწევს ახალი სახელმძღვანელოების შეძენა. უცნობია რა კრიტერიუმებით გადანაწილდება ნახმარი და უხმარი წიგნები მოსწავლეებში, თუმცა ცნობილია, რომ ძველი სახელმძღვანელოები 2014-15 სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლებში მრავლად დარიგდება. განათლების სამინისტრო უფასო სახელმძღვანელოების პროგრამას აგრძელებს.